მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ვაკის საქართველოს ნაკრები. მე-15 ნომრით ირაკლი ყიასაშვილი თბილისის ლელო და ახლა შერკინების პირველი ხაზი. ერთი ვასილ კაკოვილი მასი, მე-7 ნომრით გივი ბერიშვილი ლოკომოტივი, მე-8 ნომრით მამუკა გორგონდილად არ უთამაშია. ამ სტადიონზე პირველად სავსე ტრიბუნაზე ტრადიციულად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანსამბლ ქართული ხმების სოლისტ ვეტერან მორაგბე გივი ჭიჭინაძესთან ერთად ამრიგად დაიწყო დღევანდელი შეხვედრა, ქართველებმა შეიტანეს გუნდი. აღარ არიან, ხოლო აბუშერიძე გუნდის კაპიტანია, 9 ნომერი. შეაგდებს შერკინებაში მათი 9 ნომერი იანუშკინიც მათი კაპიტანია. დავახევინეთ უკან, წამოიშალა შერკინებები და შერკინების ჩაქცევისათვის პირველი ჯარი. მოკლე გამორბენი, დარტყმა და აცდა ბურთი. ხარია დღეს ნოკაუტში გაგზავნა და ამის გულისთვის ისვენებს და მის მაგივრად თამაშობს გივი ბერიშვილი. მოიგეთ შერკინებმა აბუშერიძემ გამოიტანა კვირკაშვილი გზელი პასი აკეთა. ახლა შემდეგ ყიასაშვილი ბურთი წინ დაინიშნება შერკინი. მართალია იერიშის დროს ბურთი წინ გაგვარდა, მაგრამ საჯი გვათამაშებდა ხეილზე. და ამჯერად გაიხსნა ანგარიში. სამზე იქნება ალბათ დღესაც მე ამის იმედი მაქვს, ამასობაში რუსებმა მოიგეს თავიანთი აუტი იანუშკინი. პირველი აუტი იყო რომელიც მოიგეს თემურ დღეს საერთოდ აყენებენ. ჩვენ ორი აუტი წავართვით გაგდათ და აი ჯარიმა წაქცეულებზე ზემოდან დაჭრა. ამოვი დაარტყა და მეორე დარტყმაც გაუცულდა რეაბოვს 3-0 წინ ისევ საქართველოს ნაკრებს ჯარიმამ საჯმაც ზუსტად ესე დაინახა ეს ყველაფერი. ჩხარა გაათამაშა გორგოძემ. თავარია ბურთი დატოვოს მოედანში ახლა აქეთ. დატრიალდა მოლი ზედახორა კიდევ ჯარიმა გვერგებამ საჩხელი აქვს ჩვენსკენ გაშვერილი, ანუ მესამე ჯარიმა იქნება ზედიზე. იწურა 23 წუთი. აბუშერიძე აგდებს შერკინებაში ბურთს. თავარია შევაგდოთ სუფთად სწორე, რომ საჯი არაფერზე არ შეგვედავოს და დაიზრა შერკინება გორგოძე აკონტროლებს ბურთში, მაგრამ ისინი ჩაჭუნენ. მორიგი ჯარიმაც სასწრაფოდ გავათამაშეთ. ახლოს ავართ მიზანთან. 2 მეტრია ჩათვლის ხაზამდე. აი კიდევ ერთი მიძალება და რაღაც გორგოძის ლელოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მონპელიესა და ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი დღეს ფურთიანად შევიდა თამაშის 24 წუთზე რუსეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე. ნახეთ რა მშვენიერი ხედით თავაზობენ განმეორებით ამ ეპიზოდს. რა თქმა უნდა, ორი მოთამაშე გორგოძისათვის ეს პრაქტიკულად არაფერია და აი დაამტკითა კიაც. თან რომელ მოთამაშეებზე ყოსაუბარი 9 და 10-ზე რომელი ჯანით ვერ გამოირჩევიან, ამიტომ სწორედ გააკეთა შუპელა. გამორბენი და ზუსტად დაარტყა კვირიკაშვილი. და დაუნებებია ჭიდაობის თავი ინოკენტი ჟიკოვი. სლავა ჟიკოვზე არ არის ლაპარაკი. ავიტაცეთ გორგოძე. ისევ გორგოძე. სამკაცზე ისევ მოისროლა სამივე მეტოქე. ბურთი ჩვენია. კარგი შეტევა, მარჯვნივ პასია საჭირო და ლელო იქნება. კვირიკაშვილი უკვე ხაზი არის რამის. ორჯერ შეგვეძლო ლელოს გატანა. ცოტათი ბურთში ვერ შეელიან დროზე, მაგრამ არაუშავს. აი მესამე დარტყმა, მესამე და მეორე ლელო დღევანდელ შეხვედრაში. დღეს ბატონებო ლელოები იმდენი იქნება, რამდენიც ჩვენ გვჭირდება და შესაძლოა ცოტა შემდეგ ყველაფერი მიდის იმ წესით, იმ ადალთით და იმ გრაფიკით და იმ სტილში თამაშობს საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიგვაჩვიეს ჩვენმა მორაგბეებმა. ნახეთ, კარგი დარტყმა იყო და მოდი გავიხსენოთ, რითი დაიწყო ყველაფერი. რუსებმა ვერ გამოიტანეს შერკინებიდან ბურთი. ჩხაიძე მე შემდეგ გორგოძეზე 61 აქვს რეზერვშია და ალბათ შემოვა მეორე ტაიმში. 15 ზუსტად დაარტყა 17-0 მერაბ კვირიკაშვილის მატჩის მეორე ტაიმსაც და პროგრამა მინიმუმიც მატჩის მოგება და მაქსიმუმის ღრმა დავარ დარწმუნებული 4 ლელოს განსხვავებით დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრები მოდის ბრივის
თავდამსხმელი, რომელიც 29-ე შეხვედრას ატარებს დღევანდელ შეხვედრაში. და ჯარიმა გავათამაშე სასწრაფოდ და მამუკა გორგოძე. კარგად იყო ჩაფიქრებული, შეუგდო ასე ბურთი გივი ბერიშვილს, მაგრამ რუსები მიხვდნენ ამ ჩანაფიქრს, ჩაჭრეს და დაჯარიმ. 53 წუთი მიიწურა მატჩის. მოკლე გამორბენი დარტყმა 20-0. 20-0. მინიმუმი დღევანდელ შეხვედრაში შესრულებული გვაქვს. ახლა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. გამოიტანა შემდეგ ვინ იყო ნატრიაშვილი? მოკლებთაზე გადაკიდა აბუსერიძემ შეაცურა იქ. აი გორგოძე მაჩხანელს დაუდგა მაჩხანელს და მაჩხანელი ციცინის თვითონო მაჩხანელს მიართვა ასე ხოლში თამია აგდებს ბურს უნდა მოვიგოთ აუტი მოვიგეთ აუტი შევკარით მოლი მივაწექით აი ახლა უნდა მივაწვეთ ბოლომდე და უფრო ცენტრისკენ გეზი უნდა გქონდეს სუსტად ასე მიმდინარეობს ეს ეპიზოდი ახლა საჭირო რა არის კიდევ ერთი და რაღაც თქმა უნდა 5 მეტრი გარჩება ჩათვლის მოედნამდე ეს მეოთხე ლელო მწიფდება ახლა აბუსერიძე აქეთ ალაგებს ბიჭებს ჯარიმა გვერგება უკვე და ჯარიმა დაინიშნა ჯარიმას გავათამაშებს სწრაფად და აიხლა იქნება დარტყმა გადამწყვეტი ბურთი არ ჩანს ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ეკრანზე რა საკმარისია დღევანდელი მატჩის სიაღმართული ხელი და რა თქმა უნდა მეოთხე გადამწყვეტი ლელო დღევანდელ შეხვედრაში ეს კი დათუნაშვილს და ჩვენ მაინც ნახოთ გამეორებას ისევ მერაბ კირილკაშვილი და ზუსტადაც ეს უკვე 34-ით 0-ია დღეს წარმატება არ უწერია თემურ რეკორდი გაუმჯობეს და უკვე რა ფსიქოლოგიური მასის დაძლევაზეა საუბარი. აგე გამეორებით გვაჩვენეს ნამდვილად დათუნაშვილს დაუდია ისლევები არ მოეშვებიან და კიდევ შეგვაქცევენ. აი კინგსლი ჯოუნსი ჩანს ზუსტად. სწრაფად აგდებული. აუტი კარგად დაიჭრა ხაზი და ნახე თვითონ დაიძრა აბუ. ეხლა ფასია მარცხნივ საჭირო და კიდევ ერთი ეხუთელელო. კიდევ ერთი სანახაობა. ჩინებული მატჩი დამეთანხმებით ალბათ აი ნახოთ ახლა რა მოხდება გიორგი ნემსაძე ანამდე აბუსერიძის წინვალე გარღვევა გაარგვია ხაზით და შესანიშნავი იყო გიორგი ნემსაძე მიზი და მეტოქე არც გვიან მიცა პარსი არც ადრე ზუსტად დროულად გაატანა და ნემსაძემ დაგვირგვინა აბუს კაპიტნის კირილკაშვილი არ ტყავს მარჯვნიდან 22-სა და 10-ის გადაკვეთეს აი ახლაც რუსებმა გარღვევა მოაწყეს შევაჩერეთ, მაგრამ მე მოისროლეს ბურთი აქეთ 10 მეტრი შევა გასავლელი რა. 29-0 რა თქმა უნდა სასიამოვნო იქნება თუ 0-ზე დავტოვებთ. მე მგონი 0-ზე არასდროს არ დაგვიტოვებია. ჩავიხედოთ. ეხ არასდროს ერთ წრით სამი მოუგეთ ეგ იყო. ალმაღურაზე შემოვიდა. ანუ ყველა შესვლა განახორციელა. აი 9 ნომერი არ ვიცი შემოსულია თუ არა ბეგაძე ვნახოთ. აი რუსების მიძალება აღარჩება ხელი აქვს საჭგაშველი მათგან 2 მეტრი შევა და ხეირზე თამაშობენ. იბძვიან ბოლომდე, არ გუნებდებიან.
აიღე და მიეძალეს სადეს ხაზზე არიან ზუსტად ახლა მარცხნივ დაუვარდა ბურთი ხელიდან მაგრამ ხეირი იყო მანამდე და წესით ჟარიმა უნდა დაინიშნოს არა დაავიწყდა საჯმა მიიჩნია რომ რუსებმა საკმაოდ იხეირეს იმ მომენტში და ამდენად ის ჟარიმა აღარ დანიშნა პორტუგალიაში ჩავიდა წინა ტურში და დამარცხდა ამდენად მხოლოდ შენ თეორიული ვერსია მოყევი მაგ საქმესა და ესე გონია პრაქტიკულად მე მგონია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკვე რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 1000-ის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული და 1000-ის მფლობელია კიდევ ერთი ლელო ალბათ მე ასე მგონია შემდეგ ვინ არის მაჩხანელის მე-6 ლელო დღევანდელ შეხვედრაში და ალაღურაძის გარბავა და მაჩხანელის ლელო ეს უკვე ის შედეგი გახლავთ, რომელიც გაცდა ყოველივე წინა სტატისტიკაში. და რამდენი ანგარიში? 44 და რეალიზაცია უნდა დავარტყა. 46-ით ოღონდ 19 გვაქვს მოგებული. ახლა 44-ით 0, 46-ით 0 გახდა. ასე რომ ნახოთ. დაარტყა კვირიკაშვილმა და რაღაცა უნდა გაიტანა 46-ით 0 სარეკორდო ანგარიშით დღეს საქართველოს ნაკრებმა და მატჩი დამარცხა უკვე რუსეთის ნაკრები შემატკივარი რომელსაც უპირველესი მადლობა ეკუთვნის დღეს აი ამ სტადიონის ამ ჩინებული სტადიონის ტრიბუნების შევსებისათვის ასეთი თავდადებული კომაგობისათვის და დამეთანხმებით ალბათ ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ აქ მოსულმა გულშემატკივარმა დღეს მიიღო ის სიამოვნება, რომელიც ჩინებულად ნათამაშები ქართული რაგბი ქვია. მადლობა რა თქმა უნდა დღევანდელი მატჩის მონაწილეებსა და უპირველეს საქართველოს ნაკრების თავკაცებს მილტონ ჰეიქსა და ქრის გიბს, მათ ასისტენტებს ილია მაისურაძესა და ილია ზედგენიძეს. ყველას ვინც დღევანდელი მატჩის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა ამ ბიჭებმა, რომელთა გვარები მე ამაღლებულ ტონში ჩამოვთვალე და მათ ეს დაიმსახურეს. ამრიგად შეგვიძლია პრაქტიკულად ვილოცოთ და გვინდი დააბრუნდა ისევ მინდორზე, ეს კი განმეორებით შემოგთავაზებენ დღევანდელ ლელოებს და საქართველოს ნაკრების მორაგბეები გასახდელიდან ისევ შემოვიდნენ მწვანე მინდორზე, თქვენ ახლა მათ კადრში ხედავთ, ისინი დაარტყავენ საპატიო წრეს სტადიონს, ყველა გულშემატკივარს, ყველა ტრიბუნასთან დაუგრავენ ტაშს მადლობის სათქმელად და გულშემატკივრებმაც დღეს ეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ტაში უეჭველად დაიმსახურა. პრაქტიკულად შეგვიძლია მიულოცოთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წლევანდელი ევროპის 1000-ის გათამაშებაში გამარჯვება და მისი მოგება. ეს არის პრაქტიკული ვერსია ამ განცხადებისა, ხოლო თეორიული ვერსია გამტკიცდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ესპანეთში, მადრიდში ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებების დღევანდელი შეხვედრა, რომელიც თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ისიამოვნეთ ნებისმიერი კომაგისათვის, როგორიც გნებავთ, ისეთი ლელო დაიდო დღევანდელ შეხვედრაში 46-ით 0 სარეკორდო ანგარიშით დღეს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები. ჩვენი კაპიტანი თქვენს ეკრანზე ირაკლი აბუსერიძე. არა ისინი წელს აუცილებლად დაასრულებენ. შესანიშნავი კადრია. ეს გახლავთ მერაბ კვირიკაშვილი. ალბათონებო და ბატონებო. გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში გავერთიანდნენ. და რა თქმა უნდა ეს შედგება ეს ინტერვიუ. და ესალმებიან ეროვნული დროშით დამშვენებულ პატარა ყმაწვილს მომავალ მორაგბეს იმედი მაქვს. მამუკა გორგოძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი, როგორც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბეს. ეს პრიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული, ხოლო პრიზს მამუკა გორგოძეს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკ
გოლდ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და კიდევ უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.